საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგახსენებთ, არა თუ მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას. კარგად მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო მოქმედება. ამ მოქმედების საფუძველზე ფაქტიურად გამოვლინდა ძალიან სიღრმისეული დანაშაულებები. პირველ რიგში მან გეზი აიღო უკრაინისაკენ და ის როგორც ბიზნესმენი და მასთან ერთად მისი თანამებრძოლი ილონ მაქსი შესაბამისად დაიწყო ფინანსური მიმართულებებით მუშაობა. ესე იგი, გამოვიდა ის რომ თურმე უზარმაზარი თანხები თეთრდებოდა უკრაინაში ამ ომთან დაკავშირებით. ასევე უკრაინაში შექმნილი არის ძალიან დიდი რაოდენობის ლაბორატორიები, რომელი ლაბორატორიებშიც ილექებოდა უზარმაზარი თანხები და იქმნებოდა რაღაც ბიოლოგიური იარაღი, რომელიც საფუძველზეც ამ იარაღს იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. ამას ხელმძღვანელობდა ჰანტერ ბაიდენის შვილი. ყველა ამ მიმართულებებით ტრამპმა დაიწყო მუშაობა. ამ მუშაობის საფუძველზე ვლინდება ეტაპობრივად სხვადასხვა სახის დანაშაულებები და ასევე ტრამპმა პირდაპირ დაავალა ზელენსკის და პირდაპირ უთხრა, რომ ფაქტიურად ის თანხები, რომელი თანხებიც გადაერიცხა უკრაინის დასახმარებლად, რომ მას მთლიანად ანგარიში წარედგინა, მაგრამ გამოდის, რომ ზელენსკი ეწინააღმდეგება იმ 350 მილიარდს, რომ ის ამბობს, რომ მე ამდენი თანხა არ მიმიღიაო და ის ასახელებს სადღაც 100 მილიარდამდე. ანუ დანარჩენი თანხები არის დაკარგული და დანარჩენი თანხები დაილექა სწორედ იმ ჩინოვნიკების ჯიბეებში, რომლებმაც მოახდინეს ამ ომის პროვოკაცია და პროვოცირება. პირდაპირ ამბობს ტრამპი და პირდაპირ ეუბნება როგორც ზელენსკის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ხელმძღვანელობას, რომ ეს ომი თქვენს მიერ არის პროვოცირებულად, თქვენ დაიწყეთ ეს ომი და ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მან უკვე მთლიანობაში აიღო ისეთი მიმართულება, რომელი მიმართულების საფუძველზე შესაძლებელი არის პასუხისმგებლობა დაეკისროს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ხელისუფლებას და არ გამოურიცხავ, რომ ისინი აღმოჩნდნენ სასამართლოს სკამზე. ასევე გუშინ მან გააკეთა საოცარი განცხადება და საკმაოდ ესე იგი დამაფიქრებელი განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს საცავები უნდა შევამოწმოთ, იმიტომ რომ რაღაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ რაღაც ოქრო არ არის ის, რომელიც უნდა იყოსო, ხო და პირდაპირ თქვა ილონ მაქსმა, რომ შესაძლებელია შეღებილიც იყოსო და არ იყოს ის ნამდვილი ოქრო. ესე იგი, გლობალურად ჩაწვენ ეს ადამიანები ფინანსური კუთხით თუ სადმე დარღვევები არის და გლობალურად იძიებენ ამ საქმეებს და ისიც უკვე ჩვენთვის ნათელი არის, რომ USAID-ის მიერ განხორციელებული დანაშაულებები და ჩამოწერილი თანხები. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ეს საკითხი არის 3+3 ფორმატი, რომელიც აუცილებელი არის, რომ საქართველოს უნდა მიიღოს ამ ფორმატში მონაწილეობა და ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ეროვნული ერთიანობის სათათბიროს თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ მაკარაძე, პროფესიით ეკონომისტი. მადლობთ ბატონი თეიმურაზ, რომ მომზადეთ ჩვენთან სტუდიაში. თქვენი საუბარი და თქვენი სტუმრობა საერთოდ ჩვენი ტელევიზიისთვის და საერთოდ ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო არის და თქვენ დავიწყოთ იქიდან. დაიწყო რუსეთ-ამერიკამ მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი უკრაინაში. და ამერიკის შეერთებული შტატების ჯერჯერობით ადმინისტრაციის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი არის იქ და ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. და მე გუშინ ლავროვის განცხადებას მოვუსმინე, ჩვენ არათუ მარტო რაღაც ერთმანეთსო გავაცანეთო ისა მოთხოვნები, არამედ ჩვენ კიდევ შევჯერდითო და ბევრ რამებში შევჯერდითო კიდევ და ანუ კმაყოფილი იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პირველი შეხვედრით და შეხვედრები გაგრძელდება მანამ სანამ ფაქტიურად არ შეჯერდებიან ყველა საკითხებში და მე ვფიქრობ, რომ მართლაც ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც
აქვს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას უკრაინასთან მიმართებაში, ალბათ თქვენ როგორ ფიქრობთ, ამერიკის შეერთებული შტატებთან ერთად ისინი განიხილავენ ამ მოთხოვნებს და შეთანხმდებიან და ის მართლაც განიარაღება და მთლიანობაში ყველა ეს წინადადებები ნატოში არ გაწევრიანება და კიდევ სხვა საკითხები, რომელიც საკითხებიც აქვს პუტინს ამერიკასთან მიმართებაში, ალბათ შეჯერდებიან ამ საკითხებში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს და უღრესი მადლობა მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, არა მარტო ჩვენ გვაინტერესებს და არა მარტო TV+-ის მაყურებელს, მთელ საქართველოს აინტერესებს და აგრეთვე საქართველოს გარეთაც და თან განსაკუთრებით საქართველოში მოქმედი ადამიანების აზრი, რომელიც გატანილი უნდა იყოს ჩვენი მეშვეობით და ტელევიზიების მეშვეობით საინფორმაციო საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ამას ყველაფერს მომზადება უნდა და გარედან უყურებენ საქართველოში რა დონეზეა მომზადებული აქტიური ადამიანები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ასევე საზოგადოებრივ და ეკონომიკური მიმართულებით და ასე შემდეგ. რთული საკითხი არის, ძალიან რთულად ადგას საკითხი, იმიტომ რომ ეს ლამაზი თვალების გულისთვის და თავზე ხელის დასასმელად ტრამპი ნამდვილად არ მოსულა, ეს ჩანს პირდაპირ მისი განცხადებების მიხედვით. ძალიან კარგი არის, რომ პირველი სამუშაო მოდი ვთქვათ ესე, რომ შეხვედრა გაიმართა და ეს შეთანხმებული იყო ორივე მხარე, როგორც რუსული მხარე, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხარე, ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთში და ორის ფორმატი შედგა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი წარმოადგენდა და მას გვერდით ყავდა დაზვერვის სამსახურის შეფი, ესე ვთქვათ, ფაქტიურად სპეცსამსახურის ხელმძღვანელო და ანალოგიურად იყო წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს ფორმატი ერთმანეთის მიმართ ეს ხალხი სიფრთხილეს იჩენდა, იმიტომ რომ ორივე მონდომებული არის, რომ განვითარდეს ჯანმრთელი მოლაპარაკება, განვითარდეს და ცდილობენ, რომ ზიანი არ მიაყენონ ურთიერთობას, თავშივე ეტყობა ეს. ამიტომ თქვენ სწორად შენიშნეთ და სწორად ბრძანეთ, რომ კმაყოფილი იყო ლავროვი, რაც თავის ინტერვიუში განაცხადა. იმიტომ რომ ჯანმრთელ ურთიერთობას მოაქვს ჯანმრთელი შედეგი. და აბსოლუტურად რომელიც იქნება გათვლილი მე ხვალინდელ დღეზე რა. და დაგეგმეს ესევე მეორე რაუნდი შედგება, სულ მალე შედგება მეორე რაუნდი, იგივე ფორმატში და ისევ აირჩიეს ტერიტორიულად საუდის არაბეთი და უფრო განვითარდება, გაღრმავდება ეხლა ეს საკითხები. ეხლა იქ ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონო ტრისა რა იქნებოდა, იცით? კულუარული შეხვედრაც რომელსაც გააგრძელებდნენ, იმიტომ რომ რადგანაც დადებით კონტექსტში წავიდა მოლაპარაკება, დაიწყო უბრალოდ მოლაპარაკება, უკვე კულუარულად ისეთი საკითხები შემოვა, ეხლა ახალ-ახალი იქნება და ნამდვილად მე პირადად ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები და მთლიანად ალბათ ნორმალური სამყარო, რომელსაც ურთიერთობის დალაგება აინტერესებს და მშვიდობა მსოფლიოში, ამას ყურადღებით, ამ ფორმატს ყურადღებით უნდა მოусმინოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მოიტანს რა. შედეგს მოიტანს, მართალია, როგორც ერთ სახელმწიფოს, როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს არა მარტო შიგნით აქვს პრობლემები, ორთავეს, მოდი ეს უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ გადავსებული იყო და არის კიდევაც მეხუთე კოლონიით რუსეთის ფედერაცია. ლიბერალური ფაშიზმი. რა თქმა უნდა და პირდაპირ კბილებს აჩენს აგერ ევროპაში. ანუ კოლექტიური დასავლეთის ეს იყო ენრაოდენობის გეგმა, სათადარიგო გეგმა, საკონტროლოც და დამოკიდებული იყო აბსოლუტურად ესე ტყუილზე ყველაფერი და ნებისმიერ დროს პროვოკაციაზე რა იყვნენ მაგას აფინანსებდნენ აი რაც თქვენ ბრძანეთ USAID-ის მეშვეობით და სხვადასხვა ორგანიზაციებს რომლებსაც პირდაპირ ტრამპმა გამოუცხადა დაუნდობელი ომი რა ესე ვთქვათ რა და რაც ახსენეთ თქვენ ლაბორატორიები ეს მაინც ძალიან ისეთი თემა არის რომ დღევანდელი მსოფლიო ბიოქიმიური იარაღის
გავლენების ქვეშ არის, იმიტომ რომ ელემენტარულად დღეს მე ვიხილე საფრანგეთში და გერმანიაში ცაზე რა ხდება რა და როგორი ინტენსივობით დაფრინავენ თვითფრინავები, რომლებიც ესე რაღაცას აფრქვევენ, ეს ღრუბლის წარმონაქმნი იქნება. საქართველოს საქართველოში ჩვენ. და არის საქართველოს მე ახლა აქ არ არის. საქართველოს სივრცეშიც შევდივართ. კი ბატონო. დავსვით რამოდენიმეჯერ ჩვენ ადრე ეს საკითხი, მაგრამ კომპეტენტური პასუხი ვერ მივიღეთ, ან იგნორირებული იქნა რა. და ამასთან მინდა ერთი დავამატო, რომ ის ძალები, რომლებიც ბოგინებდნენ აქ იძულებითი ვაქცინაციიდან დაწყებული და მიერთებული იყვნენ USAID-ის პროგრამებს, ანუ დაინტერესება ჰქონდათ და ლუგარის ეგრეთ წოდებული ლუგარის ლაბორატორია, რომელიც სახელი გამოუცვალეს და ჯანმრთელობის საერთაშორისო ცენტრად არის ახლა, ისევ აგრძელებენ აი დემაგოგიას რა, ისევ აგრძელებენ. ეს ადამიანები, რომლებიც მოქმედებდნენ ფაქტიურად მაშინ ესენი ყველგან საინეიტრალებელია აბსოლუტურად, ვინც კი ხალხის ნების წინააღმდეგ მოძრაობდა და მუშაობდა ფაქტიურად. მაინც და მაინც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა თქვას და დაგეგმოს თუ რას აკეთებს იქ და მე აი ესე როგორც ოკეანეშია დიდი ტალღიდან გადმოდის და პატარა ტალღას, ესე იგი როგორ პატარა საქართველოს მერე უნდა გავაკეთო ჩვენ აქ ჩანს ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხიც რა. იმიტომ რომ ვერ წყვიტავ დღეს, კი ვერ წყვიტავ დამოუკიდებლად რაიმეს, იმიტომ რომ კონსტიტუციაშიდაც აი როგორ ვართ, დაჭერილი ვართ, იმიტომ რომ საქართველოს კურსი ევროატლანტიკური კურსია. რა ევროატლანტიკური კურსი, რა უბედურება არის ეს, რომ დარწმუნებული ვარ, ეხლა მოსახლეობის საყურადღებოდ ნამდვილად ქართულ ოცნებაში არიან ძალიან კარგი ადამიანები, მე ყველაზე ნამდვილად ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ისეთი წნეხის ქვეშ ჩააწერინეს აი ეს კი მაშინ კიდე ამბობენ იმიტომ უნდათ ეხლა უმრავლესობით რომ უნდა მოსულიყო მაშინ პარლამენტში რომ კონსტიტუცია შეცვლილი იყო და მე დარწმუნებული ვარ ამოიღებდნენ იმ მუხსას და მე დარწმუნებული ვარ მაგას მივალ ჩვენ მანამდე იმიტომ მადამდე და აი ეს საკითხი დადგება არავის არ ეგონა რომ დადგებოდა ეს საკითხი სხვათაშორის დღეს განიხილეს კომიტეტზე სახელმწიფო ღალატის აღდგენა. აი სისხლის სამართლის კოდექსში. აუცილებელია და ძალიან კარგია. აი მე შემიძლია ვთქვა რომ აი მადლობა მოუხადოთ ამ შემთხვევაში. ეს სააკაშვილის მიერ გაუფრთხილებული. რა თქმა უნდა. არაერთხელ უღალატა მან სამშობლოს. დიახ. ესე იგი როგორი ფორმატი ქონდათ ეხლა რადგანაც სააკაშვილიც ახსენეთ, ესე იგი ჩვენ უნდა გამთავისუფლებულიყავით ყველანაირი პრობლემებისაგან და განვითარება უნდა გქონოდა და ასე შემდეგ. პირიქით, მთელი პრობლემების კასკადი შეგვიქმნეს რა. ესე იგი, ოჯახები დააპირისპირეს ერთმანეთს. ცოლი და ქმარი დააპირისპირდნენ, შვილი და ბიძაშვილები დააპირისპირდნენ, დედმამიშვილები, ხალხზე სხვა ახლა უცხო ხალხზე აღარა მაქვს. საუბარი ყველა გახდა პოლიტიკოსი, ყველას თავისი აზრი ჩამოუყალიბდა, შემოაგდეს ესეთი ვარიანტი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა და ასე შემდეგ. კანონი არიცავს ადამიანის უფლებებს და აუცილებლად ეს უნდა გავიდეს კანონის დიქტატურის დონეზე რა და აბსოლუტურად მოწესრიგებული როგორც აი იტყვიან დისციპლინა უნდა იყოს აბსოლუტურად აი იმ კონტექსტში თუ არ იქნა წესრიგი საქმე არ არსებობს ვარიანტი რომ შედგეს და მიდის ზუსტად აი რაც თქვენ ბრძანეთ და კითხვის თავარი შინაარსი რასიდაც პასუხობთ კონკრეტულად ეხლა რომ აი ეს რა პროცესებიც მიდის შეიძლება ითქვას რომ ყინული დაიძრა რა ყინულის ლღობა დაიწყო რა და თან განსაკუთრებით რა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იწყება აი ეს ახალი ეპოქალური მოლაპარაკებები რომელსაც მივესალმები მე პირადად ბატონო თემურ იცით რა არის ეხლა მართლაც მნიშვნელოვანი არის ეს ამერიკის ხელისუფლება ეს ახალი ხელისუფლება რომელიც მოვიდა დღეს ტრამპის ხელმძღვანელობით და ის ეტაპობრივად უკვე იკრებს თავის გუნდმა რომელსაც უნდა იბრძოლოს იმისათვის რომ როგორც ის ასა ჯერ პირველ რიგში ამერიკა უნდა გადავარჩინოთო ამერიკა არისო დაღუპვის გზაზეო და ასეც არის და გუშინ კიდევ ერთ-ერთ გუბერნატორს ყური აუწია და მაგრად აუწია ყური კიდევ ესე იგი ძალაში გაქვთ თუ არ გაგეუქმებთ ტრანსგენდერების მონაწილეობა სპორტულ საქმიანობაშიო აი ნახოთ როგორ აღირჩევს შემდეგ ხალხი თქვენო აი ესე უთხრა პირდაპირ უთხრა და ფულს აღარ მოგცემო რა
ვიდამ რომ აღარ მოგცემ ფულსო. აღარ მოგცემ ფულსო. იქ ბატონო ტრესტან ახლა რაშია, ამერიკის თვითონ შიგა მოწყობის მოდელი არის შტატები არის და იმ გუბერნატორს, იმ შტატის გუბერნატორს თვითონ შეუძლია ცვლილება შეიტანოს კანონმდებლობაში. მაგრამ არსებობს სხვა ბერკეტები რა. მაგრამ ფედერალურ განონს არ ემორჩილებითო? ზუსტად ეგრეა. არ ემორჩილებითო? ხო, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო უნდა იყოს ისეთი იმ დონეზე, რომ მთლიანად ეს იყოს ყველაფერი ბალანსში მოდიოდეს რა, რომელიც ბალანსიც ბაიდენის ამ ბოლო პრეზიდენტის დროსაც კი სასტიკად იყო დარღვეული აბსოლუტურად. კი ბატონო, როგორც საგარეო ვექტორის მიმართულებით, ისევე საშინაო. დიახ და ამიტომ ეხლა ნახეთ რა ხდება თვითონ ტრამპმა მიმართულება, რომელიც მიმართულებაც ბრძოლის ტაქტიკა, რომელიც ბრძოლის ტაქტიკას მან აერჩია, ეს არის ძალიან რთული ბრძოლის ტაქტიკა არის. შორის ეს იარაღზე მეტი რთული არის. ტრადიციული შეინიშნება, ტრადიციული. იარაღზე რთულია, თქვენ წარმოედგინეთ, ეს ლიბერალური ფაშიზმი მთელ მსოფლიოში იყო. მთელი მსოფლიო იყო და ოკუპირებული ლიბერალურ ფაშიზმს და არც ახლა არ არის. ისე მდგომარეობა, კარგი მდგომარეობა ევროპის ქვეყნებში. არა, ნამდვილად არა. არც ახლა არ არის. არა მარტო ევროპის, თვითონ ამერიკაში და რუსეთში და აქაც ჩვენთანაც ხო მოდებულია. ყველგან თქვენ წარმოედგინეთ, თან უზარმაზარი ფინანსები გააჩნიათ. და ამ ფინანსებს მართავს პირველი პირები. სახელმწიფო პირველი პირები, რომლებიც არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები და მათი განხორციელებლები, ხო? ვალდებულებებიც კონდათ აღებული. და ვალდებულებებიც, ხო? ამ ადამიანმა, ესე იგი, მე ახლა იცით, როგორც სამხედრო კაცი უყურებ, ესე იგი, მას როდესაც რაღაც გარკვეული ტიპის სამხედრო ოპერაციას იწყებ, ხო? შენ უკვე მოწინააღმდეგე მხარეზე ათჯერ მეტად უნდა აღემატებოდე. ათჯერ მეტი საშუალებები უნდა გაგაჩნდეს იმის, რომ მას დაამარცხებ, ხო? თუ რა ის ვერ დაიწყებს სამხედრო ოპერაციას, წაგებული ხარ. ანუ მას აქვს ამის საშუალებები უკვე და ამას აქვს უკვე ამის რესურსი, რომ ამ ლიბერალურ ფაშიზმს ესე ღიად დაუპირისპირდეს. ეხლა იქ ჩანს უკვე რა, ჩანს და ძალიან კარგია, რომ აი ეს დაიწყო, ეს პროცესი დაიწყო, რომელიც ეს პროცესი გადამდებია ფაქტიურად ყველა ევროპისთვისაც, აზიისთვისაც, აფრიკისთვისაც და ასე შემდეგ რა. ეს საერთოდ ბატონო ტრისტან რა არის, იცით, რაიმე მოვლენა ან რაიმე პროცესი, როდესაც მიმდინარეობს, ის ნელ-ნელა ფილტრავს აი იმ სიტუაციას და მაინც მივალთ ჩვენ შედეგამდე, მაგრამ ეს ნება უნდა იყოს, აი მაგალითად ბუნებასა კოევოლუციის პრინციპი და ჩვენივრად ფილტრავს ამას ყველაფერს რა და იმას თუ ჩვენ პრაქტიკაში გადმოვიტანთ, არის იდეალური ვარიანტი რა და ამას განათლება უნდა, ამას მონდომება უნდა ჩვენთან პოლიტიკური ნება უნდა რა, გინდა არ გინდა ჩვენ ისე ვართ ჩათრეული რომ თუ არ იქნა პოლიტიკური ნება, ვერაფერს ვერ განახორციელებთ, თან მე პირდაპირ ეს პოლიტიკური ნება მიმულია თანხაზე, ფულზე რა. და რომელი ფულიცა რა, მეგაკორპორაციების ხელში არის რა და ეხლა ფაქტიურად მათაც დაუპირისპირდა ტრამპი მიუხედავად იმისა, თვითონ ძალიან დიდი ფული აქვს რა, ბიზნესმენია რა. ეგ უფრო ბიზნესის თვალით უყურებს. ფინანსური კუთხით უყურებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ახლა და მაგარი განცხადება გააკეთე ახლა ჯერ არ ვიცით ჩვენ საქართველოს მიმართ როგორ გააგრძელებს ეს ურთიერთობა. ხო, ურთიერთობა, მაგრამ მან თქვა მე ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გავხადონ სოფლიოში ძალიან მაგარი და ძალიან დიდარი სახელმწიფო და მაგის პრეტენზია გამაჩნია და მიდის ეხლა ის პოლიტიკური განცხადებები რაც გააკეთა რომ გრენლანდია უნდა ვიყიდო ეს ისა უკვე გრენლანდია უკვე იმას ხო იმიტომ რომ მის გუნდში არის ისეთი ადამიანები რომლებიც ზიან და ამაზე ბჟელობენ. ანუ ის ემორჩილება რჩევებს ემორჩილება. რა თქმა უნდა, რა კი? იმიტომ გააკეთა მაგან აქცენტი და იმიტომ გაყავდა სასურველი კანდიდატურები რა. იმან ნდობის ფაქტორი ჰქონდათ. აი მაგალითად რადგანაც ვახსენეთ ლაბორატორიები, მე ერთ-ერთი შემილია დავასახელო კენედი, რომელიც მოკლეს იმის ძმისშვილი, რა, პატარა კენედი. ჯანდაცვის დირექტორად რომ ჯანდაცვის დირექტორი ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ გაუჭირდა, გაყვანა 51-59-ზე, მაგრამ მაინც დაინიშნა. ეს ის კენედია, რომელმაც ამ იძულებითი ვაქცინაციის პერიოდში და COVID-19-ის ესე გაქანებული რომ იყო, ევროპაში ჩამოვიდა და 5 მილიონიანზე მეტ
აქციას უხელმძღვანელა რა. იქ ქართველები ჩაბმული იყო და მე ნამდვილად მადლობა მინდა გადაუხადო და დღესაც კი იბრძვიან. ზოგი გერმანიაში ცხოვრობს, ზოგი საფრანგეთში ცხოვრობს და ჩვენ შვეიცარიაში ცხოვრობთ. კომუნიკაციები გაქვთ. არის რა, იმიტომ რომ ეხლა თუ მე ეკონომისტი ვარ, მე შემიძლია ეკონომიკის ხრივ კონსულტაცია გავწიო და მიკრობიოლოგიისა და ამის ხრივ მე სუსტი ვარ. ამიტომ მე უნდა შევივსო იმ ინფორმაციით, რომელიც იქნება კომპეტენტური და ამასაც მოძებნა უნდა, ხო? იმიტომ რომ კომპეტენტური არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ ცდებოდნენ და სხვათა შორის მე ვაკვირდებოდი მაგას. ნებისმიერი განცხადებას ისინი როდესაც ამზადებდნენ რა და მუშაობდნენ მასზე, ყოველთვის მართლდებოდა და დიპლომატია ეს კუთხითაც აი რაიმე ზღვარ გადასული, რაიმე ისეთი განცხადებები, აი მაგალითად სააკაშვილს რო ქონდა და მერაბიშვილს რო ქონდა მესამე გვამი მჭირდება და რაღაც უბედურებები არ ყოფილა არასოდეს. ეს მენტალიტეტზე მიგვანიშნებს ქართველების მომზადებაზე და განათლებაზე. ნუ სამწუხაროდ ეხლა რა უყვეს საერთოდ განათლებას ეს კიდე მოსახლეობამ უკვე გაიგო რა. აღარ არის, არა. მოკლეს. აი ეს პროცესებს, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლებაში სოროსის ვითომ განათლების საერთაშორისო წედი, სოროსი საერთოდ უნდა წავიდეს საქართველოდან რა. თან დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს და ეგრეც მოხდება დარწმუნებული. ბატონო თემურ, მე ჩვენ მართლაც გლობალურ საკითხებს შევეხეთ და ძალიან კარგად ახსენეთ თქვენ ეს ყველაფერი და აბსოლუტურად სიღრმისეულად ჩაწვით თქვენ ყველაფერს ჩვენი მაყურებელისთვის და ეს კარგი არის და ამიტომ არის რომ მაყურებელი ყოველთვის თქვენაერ ესე იგი რესპონდენტებს ითხოვენ და გაიხარეთ ბატონო და გეთანხმებით დაგიდასტურებთ ნამდვილად ეს ეხლა არის ისეთი მდგომარეობა თუ ადამიანმა არის უნდა დაუღეჭო, უნდა მიუტანო იმას რომ იმან გაათვითცნობიეროს რა. მე ხშირად მირეკავენ ჩვენი მაყურებლები და ხშირად ესე იგი აქვთ მათ ის რომ თქვენ გადაცემას უყურებთ და კარგი არის რომ ესეთი ადამიანები მოგყავთ და ბევრი რაღაცები არ ვიცით და ბევრი რაღაცებს გებულობთ და მოდი ახლა ჩვენ ცოტა აქეთ განმოვინახოთ ჩვენსკენ შიგნით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან აგერ სადაც რამოდენიმე დღის უკან ლავროვმა კიდევ ერთხელ გააკეთა გაცხადება და თქვა პირდაპირ ღიად 3+3 ფორმატში საქართველოს სკამი თავისუფალი არის და კარი ყოველთვის ღია არის. აი რატომ ვიკავებთ თავს და რა ხდება? მოვა მე ვფიქრობ რომ რაღაც გარკვეული მინიშნებები ახლა და გარკვეული რაღაც ძვრები უნდა დაიწყოს 3+3 ფორმატში მონაწილეობის საქართველოსი. თქვენ როგორ ფიქრობთ? დიდი მადლობა. ძალიან აქტუალური კითხვა არის და ძალიან საინტერესო კითხვა არის. ჯერ იმ შესავალს გავაკეთებთ ერთგული მაყურებლებისაც თუ რას წარმოადგენს 3+3 ფორმატი. თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ რომ სამეზობლო არის. აი ზუსტად სამეზობლო არის უყალა, რომელსაც ვერ გაექცევი ახლა საქართველოს ვერ აიღებ და ვერ გადაგდებ სხვაგან. კი ბატონო. და ეს არის პირველი ამიერკავკასიის რესპუბლიკები ეს არის საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი. დიახ. ეს სამი. პლუს მეორე სამეული 3+3 რუსეთი, ირანი, თურქეთი. თურქეთი გვესაზღვრება ირანი პირდაპირ აგერ არის რუსეთის ფედერაცია პირდაპირ. აქ ფაქტიურად კავკასიაში ჩვენ სამი ქვეყანა ვართ. ხუთივე ქვეყანა მონაწილეობს აქ რა. და ნუ ჩვენ ჯერჯერობით არ მონაწილეობთ, მაგრამ მე კარგად მესვის ეხლა ქართული ოცნების ნაბიჯები რა. იმიტომ რომ ფთხილობენ. იმიტომ რომ ჯერ აი ავიღოთ ელემენტარულად აი რაც ხდება ჯერ კიდევ რუსთაველზე რა ხდება მარაზმი ეს მარაზმი კიდევ კარგი სიტყვა არის ამორალური კლიმატად გადაიქცა რა ეს ამორალური კლიმატი შექმნეს წარმოიდგინეთ რომელსაც ხარს უჭერდნენ და აფინანსებდნენ გარედან და პროგრამებსაც კი აძლევდნენ რა ეს უბედურება რომელმაც ტვინის ოკუპაცია იმ დონეზე ესე იგი მოახდინა რომ ახალგაზრდას რომელსაც სწავლა განათლება შრომა უნდა შეაყვარა და პატრიოტიზმი ოჯახი უნდა შეაქმნევინო შვილების გაჩენის პრობლემა გახდა პირიქით რა მე ჩემი უფლებები რა უფლებები გაქვს შვილო შემოგევლე რა და თან სამწუხარო რა არის ბატონო ტრისთან იცით შობლებიც მაგაზე არიან და მიყავთ შობლებს იმიტომ რომ შობლებიც ისეთი ის არის შობლებსაც არ გააჩნიათ არც ეროვნება არც ინდისი არც ნამუსი არც ტრადიციები ოჯახის ტრადიციები გააჩნიათ ღმერთი არ უყვართ და
შეაქციეს, ზურგის შეაქციეს, იმიტომ რომ n რაოდენობის მაგალითები ვიცით, რომ ჩვენ პროვოკაციაზე აკეთებდნენ ჩვენი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რომელიც საერთოდ დასაგმობი არის. იმის არის, რომ პარლამენტში რო გააკეთეს შეთქმულება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ვითომ ეხლა ესე იგი საქმე გააკეთეს და პრობლემები მოუგვარეს საქართველოს. ეს სამის ფორმატი კიდევ რა ეს ის სახელმწიფოები, რომელიც დღეს მოქმედებენ რა. და მნიშვნელოვანი რამოდენიმეჯერ იყო, რამოდენიმეჯერ უკვე მინიშნებაც, პირდაპირ მოწოდებაც როგორ ბრძანეთ არა მარტო ლავროვი. გუშინ წინ გააკეთა ლავროვმა გაცხადება. და მაგას უძღოდა წინ ერთი მომენტი რა. სახელმწიფო დუმაში დადგა ეს საკითხი რა. რუსეთის სახელმწიფო დუმაში. არის იქ დსთ-ის კომიტეტი არის და იმის მოადგილე დსთ-ის თავმჯდომარის მოადგილე არის ტაისაევი. ვიცით. ძალიან კარგი ადამიანი, შეყვარებული სასწაულად საქართველოსზე და ნუ ახლა იბრძვის. მე ვიცი რომ ის საქართველოს კეთი მომავლისათვისაც იბრძვის. და პირდაპირ როდესაც შეხვედრა იყო, განმარტა ეს ყველაფერი და კითხვა დაუსვა ლავროვს და ლავროვმა უპასუხა მე ძალიან კარგად რა და თან ინიციატივა და წინადადებები მიაწოდა, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც 3+3 ფორმატში არის გაერთიანებული, რა, ნუ 5 და პლუს საქართველოს მაინც გველოდება, ყველა გველოდება. იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს, შენ მეზობელთან უნდა დაალაგო. გინდა არ გინდა ეკახარ მაინც, იქახარ მაინც. რა თქმა უნდა. აი ახლა რა არის? ახლა ეს ყველაფერი არის ორი რამით განისაზღვრება. ეკონომიკური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური თუ არ აქვს, არა, შენ არ აგვაქვს შემდგარი სახელმწიფო და არ ახარ სუვერენული. ამიტომ გიჭირს შენ ნაბიჯი გადადგა რა, აი ეს ხაჩავს, მაგრამ ეხლა კარგი პროცესები მიდის, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოთ, მაგრამ ჩასაფრებული ხავს, მაგრამ ხალხმაც ინიციატივა უნდა გამოიჩინოს. საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ლიშიში ცხარი ვის გაუწყვეტია რა და რომელი მგლები ესენი არიან? ამ მგლები არიან გიენები. ეგენი დაამდვილად გეთახმებით გიენები არიან, რომელსაც არ აინტერესებს არაფერი სხვა ინტერესის გარდა. ჭინკები. სხვათა შორის პირდაპირ კიდევ ტაისაევმა აი ესეთი კარგი განცხადება გააკეთა, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საკანონმდებლო ორგანოებით, რომლებიც შიგნით მუშაობენ, როგორც ჩვენი პარლამენტია, მაგალითად და ინიციატივა იმისა, რომ შეიქმნას საპარლამენტო შორისო კომისია, რომ ამ 3+3 ფორმატს, ესე იგი, მოუმზადოს ბევრი საკანონმდებლო ორგანო თვითონ სახელმწიფოში, ესე იგი შენ თან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ეს ხო გუშინდელი შექმნილი არ არის ეს პროექტი. ეს შეიქმნა დაახლოებით 2 და კიდევ ქონდა იმ 2 წელი მოლაპარაკებას რა და ინიციატორი იყო რუსეთისა და თურქეთის მხარე პლუს აზერბაიჯანის მხარე. და რა გაკეთდა? 2 წლის წინ ცოტა მეტის რუსეთის ფედერაციას ამ 3+3 ფორმატის წესდებაზე, ესე ვთქვათ რა, იქ რა საკითხებიც არ ხელი აქვს მოწერილი. და საქართველოს იქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა, როდესაც ესენი ლაპარაკობენ ტერიტორიული მთლიანობაზე. გაეროს მიერ ცნობილი სახელმწიფოს ტერიტორიით არის წარმოდგენილი. ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის წარმოდგენილი. კი, გაეროს 3+3 ფორმატში. 3+3 ფორმატში ეს არ იცის მოსახლეობა. ამას მალავენ. ანუ რუსეთის აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. ამ ფორმატის საფუძველზე. ამ ფორმატში აქ ხელი მოწერილი რუსეთის ფედერაციას რა. ამაზე მეტი კარგი ამბავი რა უნდა გადადგა, აბა რა უნდა. რომელიც შენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოიტანს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მოიტანს უსაფრთხოებას რა. დამავდრებლად ტერიტორიული მთლიანობისათვის უკვე აღდგენის პროცესი დაიწყება რა. რა თქმა უნდა, ის რეალური მოლაპარაკებები, რომელიც უნდა წარუძღვეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რა. შენ სამეზობლოშია და მე სხვათა შორის ძალიან მომეწონა არის ერთი პარტია, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვადევნებ თვალყურს, ეს არის სოლიდარობა მშვიდობისთვის. ბატონი მამუკა ფიფიარო მისი საგარეო მდივანი, რომელიც მოსკოვში არის და მოსკოვში გააკეთა ეგ განცხადება. ძალიან მომეწონა, ესე იგი.
ის ხაზი გაუსვა რომ სიფრთხილე არის ნამდვილად საჭირო და აი ეს მეზობლები არის ჩვენი მეზობლები რა ჩვენ მეზობლებთან ჩვენ უნდა დავალაგოთ ყოველგვარი მესამე პირის იმის მესამე ქვეყნის ჩარევის გარეშე და ეხლა რომელიც თქვენ თავშივე ბრძანეთ რომ რუსეთ ამერიკის შეხვედრები როდესაც ფორმირდება უკვე და მეორე ეტაპია მე დარწმუნებული ვარ აი თავარი შეხვედრა როდესაც მოხდება და ნამდვილად ბატონმა მამუკამაც გაუსვა სხვათა შორის ხაზი მაგას ესე იგი აუცილებლად უკრაინა რუსეთის ურთიერთობის საკითხი ხომ იქნება და იქ შვიდობა უნდა დაისადგუროს აი შეიძლება ესე სოფლიოს გასაგონად არა ვარიანტი გამორიცხულია რომ იქ არ იყოს საქართველოს მიერ იმიტომ რომ განიხილება თვითონ რუსეთის პირველმა პირმა პრეზიდენტმაც კი თქვა და ის ძალიან კარგად გამარტა რომ ჩვენ ვიცით საქართველოში ვინ უშლის ხალხს ხელს რა ზუსტად აქცენტი ქონდა აი იმაზე რა მარაზმიც და რა უბედურობა ხდება დედაქალაქის ცენტრში სხვადასხვა ქალაქების ცენტრში მაგრამ ნელა-ნელა ეს ანთილი ცეცხლით ნელა-ნელა ნელდება აღარავინ არ არის უკვე 500 კაცის არ იგრება ეს ხელფასიანებია ყველა ხო იქ ესე გავიგე 7 საათზე მიდიან სამსახურში $40 იძლევა 7 საათზე მიდიან სამსახურში და საღამოს 7 საათზე მიდიან და ღამით 11 საათზე ბრუნდებიან სახლებში სამსახურია რა მაგათი საერთოდ ლენ $40 ისეთი საზღარი კადრები მაქვს ნანახი და ებს აკეთებენ საშინელება რა საშინელება და ეხლა მე კიდევ ერთი რაღაც მინდა დავამატო საპარლამენტო შორისო კომისია და თანამშრომლობის შესახებ თქვი და დუმაში ეხლა თავარი რა არის ამას ჩვენ აქტიური საზოგადოება სადაც ვერთვებით ეხლა სოლიდარობა მშვიდობისათვის არ წარმოადგენს საპარლამენტო პარტიას ეს და თვითონ ეს პარტია მისი თანამოაზრეები არიან ხალხი საქართველოში რომელთაც არ აქვს ურთიერთობა ეხლა ასე ცუდი ურთიერთობა არ აქვს ყოველ შემთხვევაში მაინც სახალხო დიპლომატიის ვარიანტით არის რა ეხლა მაგალითად თქვენ მე და ჩვენაირი ადამიანები არიან გოგობიჭები რა საქართველოში რომლებიც სახალხო დიპლომატიისები მაგრამ აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში წარმოუდგენელი არჩეული პარტიების მონაწილეობა კი ბატონო არჩეული პარტიების მონაწილეობა და სხვათა შორის ბატონი გიორგი ვოლსკმა გააკეთა აი დიპლომატიური კარგი შეზავებული განცხადება კი ესე იგი არ გამოურიცხავ როგორ არ გამოურიცხავ რომ ეს ფორმატი მომგებიანი იყოს საქართველოსი და ამაზე ჩვენ ფიქრობთ რა ფაქტიურად შინაარსი ეს იყო და მივესალმეთ რატო არ უნდა მივესალმოთ არც იმას არ უნდა დაუკარგოთ ქართულ ოცნებას რომ დღეს შვიდობა აბა ხო ეს უბედურობები რაც საერთოდ საქართველოში დატრიალება უნდათ და ატრიალეს უკრაინაში აგე და მიბმა უნდათ უკრაინაზე საქართველოს არ გამოუვიდათ საქართველოში არც გამოუვათ ბატონო თემურ თქვენ ძანეთ ეხლა რომ ესე იგი ნუ ახლა ვოლსკის განცხადება მინიშნება იყო იმისა რომ ესე იგი განიხილება ეს საკითხი ანუ განიხილება ეს საკითხი სასაგებია თქვენ ამავდროულად ძანეთ რომ ელოდებიან რაღაც სიტუაციის და მდგომარეობის ჩაწნარებას ხო საქართველოში. დიახ, თვითონ ხელისუფლება, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება. დიახ. ის კანონი აგენტურის წინააღმდეგ რომ მიიღეს, მაშინ რა მდგომარეობა ქონდა ხო გაგად ხედავთ ჩვენ. შემდგომ აგერ კიდევ ისა რა ქვია ეს არჩევნებთან დაკავშირებით. ამაზე მეტი აღარაფერი არ მოხდება. ამიტომ ხელისუფლება თუ ესე იგი რაღაც გარკვეულ თავშეკავებას იჩენს აი ამ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით პროცესები რომელიც ესე იგი უნდა რომ რაღაცნაირად არ დაიძაბოს ხო მაგას ნუღარ შეხედავს იმიტომ რომ ის უკვე აღარ არის იქ ის რესურსი იმაზე მეტი რაც მოხდა იმ კანონთან დაკავშირებით და ამ არჩევნებთან დაკავშირებით რუსთაველი გადაწვეს პოლიციელები დააწვეს ფაქტიურად დაანგრიეს ყველაფერი აბსოლუტურად ესე იგი შექმნეს იქ რაღაცა ისეთი სატანისტური რიტუალებით და მოკლედ ესე იგი გააკეთეს ისეთი რაღაცები მიმართულებები წაიყვანეს ამ თვითონ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხო ეს იყო ყოვლად მიუღებელი საქართველოსთვის და ფაქტიურად პირდაპირ მობილიზებული იყვნენ იმისათვის რომ ხელისუფლება დაემხოთ
და ჯგუფებიც იყო საქართველოში შემოსული, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით დაემხოთ ხელისუფლება. ეს არა მარტო ერთი შემთხვევა. ეს ბარიერები მათმა გადაალა. ეს იყო მაქსიმუმი რესურსი მათი. ნამდვილად. და მით უმეტეს ახლა როცა უკვე USAID დაიხურა, როცა ეს ფინანსები დაეხურა, გაიგე, სადღაც 500 კაცი დარჩა, ხო? მე ვფიქრობ და მე მინდა რომ აქედან ესე იგი ურჩიო ხელი მას ჩემირჩევეთ ახლა ნაკლებად ის იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რატომაც არა, გათვალისწინებული უნდა იყოს, ჩვენ ვართ. კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სწორ ჯამთელ დიალოგს ვირჩევ. ყოველ შემთხვევაში ჯობია რომ დავიწყოთ ჩვენ ამაზე საუბარი უკვე ოფიციალურ მხარემ 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, რადგან აგერ ბატონმა თეუნმას აღნიშნა და მეც ვამბობ რომ ეს არის საქართველოსთვის მომგებიანი პროცესი, პირდაპირ ნახეთ ახლა რა ხდება, ბიჭო, აქ საქართველოსთვის არის კარი ღია და საქართველოსთვის არის სკამიც არის სარიელი, სადაც წარმომადგენელმა და არა აფხაზეთის წარმომადგენელი. ისე და ბუი. ბოდიში, ხო, არა უჩვენე, მაგრამ პირდაპირ ესე თქვა, რომ для Грузии это всегда будет. Всегда будет. და არა აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის, ამის ცხინვალის წარმომადგენლებისთვის. გესმით რაშია ზალ? იმიტომ რომ ფორმატი გითხოვებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სადაც ხელი აქვს მოწესრიგებული. ხო, ამიტომ არის ეს შანსები არ უნდა გაუშვოთ ხელიდან. რა თქმა უნდა. და ეს შანსები საქართველოს მიცემს კიდე და კიდე უფრო მეც სიღრმისეულად თვითონ შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას. რა თქმა უნდა. და ეკონომიკურ უსაფრთხოების გარანტიას. კი ბატონო. და პრიორიტეტები მე გავითარებ. ანუ ეხლა ნახეთ ბატონო თემურ. ესე იგი, ამ 3+3 ფორმატს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარეები, ხო? მათ შორის ეს პოლიტიკური სტაბილურობა, ეს უსაფრთხოება და ეკონომიკური კუთხით რამდენად მომგებიანი არის თქვენ როგორც ეკონომისტი საქართველოს ეს 3+3 ფორმატი. ძალიან დილებული კითხვა, ძალიან საინტერესო კითხვა. მე სანამ კონკრეტულად გაგცემდეს პასუხს, გეტყვით რომ აი ეს ფორმატი ითვალისწინებს 350 მილიონიან ბაზარს დაახლოებით. შეიძლება რაღაც 330-დან 340-მდე. ეს არის ძალიან დიდი ბაზარი არის. თან სულ ტრიალებს შენ სამეზობლოში. მაგალითისათვის ავიღებ. რუსეთის ფედერაცია, ხო? მთელი მსოფლიო რუსეთის ფედერაციის ბაზარზე შესვლა უნდა. და მთელ სოფლიოს ურთიერთობა ხო გამოჩნდა ეხლა მაინც რა. ამერიკელებიც არის. რესურსებით არის სავსე რუსეთის ფედერაცია და თან სხვათა შორის რა გააკეთა პირველი შეხვედრის მერე. უკვე გააკეთეს განცხადება რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ისევ გაიხსნება დაიწყეს მუშაობას რუსეთის საკონსულო და რუსეთში მოსკოვში ისევ გაიხსნება ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო. და რაში არის ახლა საქმე და აუცილებლად ჩვენ ყველანაირად უნდა ჩავერთო და მაგალითისათვის ისი თქვამია. გაიზრდება საქონლის მიწოდება როგორც ერთი ქვეყნის მიმართ, ისევე მეორე ქვეყნის მიმართ. ინვესტიციების შემოვა. რა თქმა უნდა, თან ინვესტიციების შემოდინებაში თვითონ სახელმწიფო უნდა იყოს მომკვეთი და სპეციალისტები, რომელიც მოყვება მან და როდესაც იქნება ეკონომიკურ საკითხებზე შეთანხმება, ეს იქნება ძალიან მომგებიანი. აი ავიღოთ მაგალითად შაქარი, სხვადასხვა პროდუქტები, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან შემოდის საქართველოში და ხორბალი. ხო, და ეს საციცოცხლო მნიშვნელოვანია. საწვავი ხორბალი და თან რა პრობლემები შეექმნა. პირდაპირ ვერ გვაწვდიდა გას, ისა რაღაცა ქვია. რუსეთის ფედერაცია სოკარის მეშვეობით შემოდის. საქართველოში. ხო, და თან რა არის სამეზობლოს, როგორც საქართველოს განსხვავებული ტარიფით აძლევს, დაბალი ტარიფით და შენ თუ ქვაგდე და თავი შეუშვირია რა, ავნებ შენ ეკონომიკას აპრაზიზა. რა იქნება, იცი? მე ჩაიკეტება და იმაზე გაცილებით მეტ თანხაში უნდა შეისყიდო, ვიდრე ევროპა არის ახლა და ევროპაში რა პროცესები საშინელება, საერთოდ ამ ხრივით. კი, საშინელება. რომ ამოვიდა როგორც ჩანს რუსეთის ფედერაციას და აი ეს მილსადენები თვითონ გაანადგურა. თვითონ დაუკეტა უკვე ყველაფერი გადაუკეტა. თუ ახლა კარგი არ გესმითო, ამასაც გავაკეთო გაანადგურა. ახლა ხორბალი ბრძანეთ, თან გადატენილია, გადავსილი არის. რუსეთის ფედერაცია ხარბლით რომ გადაგიკეთო სადმიდი ხარ ვინ მოგწევს ვიღაცამ ამის წინ თქვა რომ ალტერნატიულ ვარიანტს ესე იგი კანადიდან აღარ გამოდის თურმე იქ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია და ეხლა ეჭიდებიან ყაზახეთს რა კარგი რა ხო ნუ ეხლა და ნუ სასაცილო ხონდე როგორ არის იცი აი ამ ჯიბეში გაქვს ყველაფერი
და შეგიძლია დაუბრკოლებლი ამ ჯიბეში გადმოიტანო ისე რომ თან გაამდიდრო თუ უარსაბობ მაგაზე და თან უბრალოდ რომ ეს გაიზრდება ორ ქვეყანას შორის ასევე გაიზრდება ირანსა და საქართველოს შორის თურქეთსა და საქართველოს შორის იქ მე ამ ფორმატშია რა მე უკვე განიხილება სხვადასხვა მიმართულების პრიორიტეტული დარგების მოქმედი ჩაირთვება ამას რა თქმა უნდა კომპლექსურად რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად ძალიან ისეთი რეგიონია თან მნიშვნელოვანი რეგიონი გზაგასაყარი არის რა თქმა უნდა თან საქართველოს ხელოვნურად ესე იგი იმდენი გააკეთეს ამ პროვოკაციებით რომ ის სისტემა რომელიც შეაქმნევინეს გარედან სააკაშვილს არა საქართველოს დააკარგინეს სახელმწიფოებრივი სტატუსი ფუნქცია და ფუნქცია ეხლა სახელმწიფოებრივი ფუნქცია ამ დაუკვირდით სამსოფხეთი საქართველოს აზერბაიჯანი ამიერკავკასიაში ისევ დომინანტი იქნებოდა მივესალმები ეხლა გამახსენდა ბატონი მამუკა პიპიას წიანდება ამის დედაქალაქიო 3+3 ფორმატი უნდა იყოს თბილისშიო ძალიან მაგარია და მე მაინც კიდევ დავამატებ რა თბილისში უნდა იყოს აუცილებლად ისე უნდა მოხდეს ერევანში და ჩეხვედრა ისე ბაქოში და თეირანში და ასე შემდეგ ანკარაში მაგრამ აუცილებელია მოხდეს მოსკოვში თბილისში ისე გეოგრაფიულად ეხლა თბილისი ცენტრი არის და უნდა იყოს და ძალიან მომეწონა ამიტომ ახლა ეს მოსკოვი თბილისი კარგი ეს არის ძალიან და ეხლა თან 24 თებერვალია დღეს და დღეს არის ჩასული ანკარაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გვარდამავიდა შემთხვევით ობიექტით ხო რა მნიშვნელობა აქვს რა და სხვათა შორის მე მოусმინე ლავროვის გამოსვლას თეირანში ანკარაში მან ბრიქსედაც ილაპარაკა აი მე გამახსენდა ბატონო ტრისტან თურქეთი როგორ გაიქცა ბრიქსში ხო ხედავ არა სურვილი აქვს მაგრამ არა გაიქცა იმიტომ გაიქცა ბრიქსის ქვეყნები შეკრება ხო იყო ჩავიდა იქ კი ჩავიდა არიღებენ როგორც წევს შეხედე მაგრამ შეთავაზეს რა თანამშრომლობა შეთავაზეს ეს არის ძალიან ჯერ ჩვენ ბრიქსის გველოდებიან გვეროდებიან ბრიქსის აი ახლა ჯერ 3-3 ფორმატი ეგრე დავძლიოთ რა შეიძლება და ეს დაბნეველი თან რა არის ეს არის საქართველოს მოსახლეობამ რა დადებით შედეგებს მოიტანს ეხლა ეს ლიბერალური ტელევიზიები საერთოდ აგენ იხურებენ და ღამე ესე იგი ატრიალებდნენ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ყველა რაც კი სიბინძურე არსებობდა თან იმას ფუთავდნენ კარგად და აი ეხლა უნდა მოახერხოთ ჩვენ ის ამ 3-3 ფორმატში იგივე თავრობაც იგივე სამოქალაქო საზოგადოება რომ ეს ხალხში კარგად იყოს მიტადილი თუ რა კეთილდღეობისათვის თან იქნები დაცული ექნება ურთიერთობა იმ 10-ჯერ იმაზე მეტი და კარგი და შეიძლება 10-ჯერ იმაზე რაც ეხლა გაქვს რა იმიტომ რომ შენ გექნება სახელმწიფოებრივი სტატუსი სუვერენული სახელმწიფო იქნები და მოქმედებს შენი სუვერენიტეტის გავლენა აი ამ 3+3 ფორმატში ეხლა ვერც მამათით ვერც თურქეთი ვერც ამერიკაში ვერც რუსეთი შენ ვეღარ იკარნახებს, იმიტომ რომ იქ ჩადებულია უკვე მოლაპარაკება და გაძლევს ამის საშუალებას. კეთილი, ძალიან კარგი, ბატონო თემურ. ჩვენ ძალიან ისე სიღრმისეულად ჩავწვით ამ 3+3 ფორმატში და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უმოკლეს ხანში დაიწყებს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებთან დაკავშირებით უკვე რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ძალიან ერთობლივი პროექტებზე შეიძლება შეჯერება რა. დიახ. გაცვლითი ვარიანტი სპეციალისტების გაცვლითი ვარიანტი და მოფიქრება შეიძლება ისეთი კარგი რამის, რომელიც აი რა ხიდი ხო არის აშენებული, იმ ხალხს გაამყარეს და მე დიდად გადააქცევს უფრო რა. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მე მახსოვს, კარგად მახსოვს, კაცო, ეხლა როდესაც თავდასხმა შევიყავე მე
იმ დროს იყო კონტრაქტები ქონა ჩვენ გაფორმებული, ჩვენი ესე იგი ოფიცრები მზადდებოდნენ, მომავალი ოფიცრები მზადდებოდნენ რუსეთის სხვადასხვა სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში და აკადემიებში. ჩვენ ვაგზავნიდით აქედან მომავალ ოფიცრებს, მომავალ სპეციალისტებს, სახეობების მიხედვით. ეხლა რა, სამთვიან კურსებს გაელვიან ამერიკელებმა და მორჩა ამით ყველაფერი. იქ 4 წელი სწავლობდნენ. 4 წელი და გამოდიდა ჩამოყალიბებული უკვე სპეციალისტი, პროფესიონალი, არტილერისტი, საერთო საჯარისო, ფრინავი, მედესანტე და ასე შემდგომ, რა მთელი სახეობების და მიხედვით გამოდიოდნენ. ეს აღარა და მე ვფიქრობ, რომ ამ 3+3-ის ფორმატის ეს გარკვეული ესე იგი რაღაც ურთიერთობების აღდგენა და ჩვენი იქ მისვლა სიღრმისეულად, სწორედ ამ მიმართულებითაც ჩვენ დავიძრებით და სასიცოცხლოდ ნიშნავს. ხო, კი, ამ მიმართულებითაც დავიძრებით ჩვენ და აბსოლუტურად ყველა მიმართულებების ესე იგი საკითხები იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ბატონო თემურის, დიდი მადლობა რომ ამზადეთ ჩვენთან სტუდიაში. კიდევ და კიდევ მადლობა მინდა გითხრათ თვითონ ტელემოგრებლებო, იმისათვის რომ ჩვენ გვიყურებთ და თქვენგან მოგდის დადებითი შეფასებები. ბატონო თემური არის ჩვენი ყოველთვის მისაღები სტუმარი. მადლობთ რომ გვიყურებთ, კარგად გზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა, კარგად გზადებოდეთ. დიდი მადლობა თქვენ და სტუდიას. იცოცხლეთ.